ხელოვნების სიდიადე. უდიდესი სიამოვნება მივიღეთ 2026 წლის 26 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მხატვრები გავფრინდით ქალაქ სტრასბურგში, რათა მონაწილეობა მიგვეღო თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე. უზომოდ ბედნიერი ხდები ადამიანი, როცა შენს თვალწინ იშლება რენესანსისა და ბაროკოს სტილის შენობები, სასახლეები, უნიკალური დაგეგმარებითა და ეგზოტიკური სანახაობით. შევეცდები ქრონოლოგიურად ავსახო ყველაფერი ჩვენი პროექტის შესახებ. უპირველეს ყოვლისა მინდა საუბარი ხელოვნებაზე, რომელიც ამოუწურავი თემაა. მოკლედ რომ შემოვიფარგლოთ, ხელოვნებამ იხსნა სამყარო, რომელმაც შემოინახა უძველესი ფრესკები და ისტორიული არტეფაქტები. თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა ქალაქ სტრასბურგში, ევროპის შუაგულში 27 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით. უზარმაზარ საგამოფენო სივრცეში ცენტრალურ ადგილას იყო ჩვენი საგამოფენო დაფა საქართველო, ანუ ჯორჯია. საქართველოდან 8 მხატვარი ვიყავით წარდგენილი, ჩვენი 10 ფერწერული ტილოთი. ხაზგასმით შეიძლება ითქვას, უცხოელი თუ ქართველი დამთვალიერების ყურადღების ცენტრში მოექცა ჩვენი საგამოფენო სტენდი, სადაც გამოფენილი იყო სხვადასხვა ჟანრის აბსტრაქცია, კომპოზიცია და ასე შემდეგ. ასე რომ უსასრულოდ შეიძლება ხელოვნებაზე საუბარი. მე არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა როგორც პოეტს, მწერალს და მხატვარს წიგნებისა თუ მხატვართა საერთაშორისო ფესტივალზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ეს იქნება ფრანკფურტი, ლონდონი, ბერლინი, სტრასბურგი და თურქეთის ქალაქები, მაგრამ ყველაზე მეტად გამოვყოფდი სტრასბურგის თანამედროვე საერთაშორისო გამოფენას, სადაც პირადად შევხვდი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, მხატვრებს, გავესაუბრეთ ერთმანეთს და გაუზიარეთ ჩვენი ხელოვნების საიდუმლოებები, მუზა, ტექნიკა და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ამერიკელი მხატვრის ტილო, რომელიც მუშაობდა დამსხვრეულ მინებზე. საქართველოში იყო ნამყოფი და საქართველოსთი მოხიბლულმა ბევრჯერ მოინახულა ჩვენი სტენდი და მაღალი დონის შეფასება მივიღეთ. კიდევ იყო ლენინგრადელი ქალბატონი, რომელიც დღემდე შეყვარებულია თბილისზე და არაერთხელ არის ნამყოფი. ასე რომ იმის თქმა მინდა, რომ ძალიან დიდი გაკვეთილი მივიღეთ მხატვრებმა და ყველაზე ბედნიერი ვართ იმით, რომ ჩვენი სათქმელი ვთქვით ჩვენი სიტყვა ხელოვნებაზე თუ პოეზიაზე და ასე შემდეგ. მადლობა გადავხადო მთელი ჩვენი მხატვრობა, ჩვენი სახელი ამ პროექტის ხელმძღვანელს ჩვენი სიღაგაძეს, რომელიც არ დაიშვა